მოგესალმებით მეტალაბის სტუდიიდან ეს გადაცემა ალგორითმი და დღეს AI-ის ტრენერს დავსვათ რამდენიმე კითხვას. ეს იქნება ისეთი კითხვები, რაც ჩემი აზრით ყველასთვის საინტერესო იქნება და ჩვენ უკვე გავიარეთ ამასთან დაკავშირებით ტრენინგი და ახლა თქვენს გაგაცნობთ რაღაც კითხვებს. პირველი კითხვა არის, რა არის ხელოვნური ინტელექტი და როგორ უნდა მუშაობდეს ის? მოგესალმებით მარია. ხელოვნური ინტელექტი უნდა წარმოვიდგინოთ როგორც ძალიან ფართო უნდა წარმოვიდგინოთ ძალიან ფართო კონტექსტში. მას აქვს რამდენიმე ძირითადი მიმართულება, თუმცა ეს მიმართულებები უნდა მოვარგოთ ჩვენს ყოველდღიურ საჭიროებებს. თუმცა ერთია მთავარი, რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ ვიმყოფებით ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში, ისევე როგორც თავის დროზე წერა-კითხვა უნდა სცოდნოდა ადამიანს. ეხლა ხელოვნური ინტელექტი ხელოვნური ინტელექტის ესეთი ეგზისტენციური საჭიროება დგას ნებისმიერი ჩვენთაგანისთვის, თუ ჩვენ სფეროში, ჩვენ მიმართულებაში ჩვენ არ ვეცდებით, რომ რაღაც დონეზე მაინც ავითვისოთ ხელოვნური ინტელექტი და არა მხოლოდ რაღაც გენერაციული ფოტოების და ვიდეოების დაგენერირების კუთხით, ჩვენ აუცილებლად ამოვარდებით იმ დღის წესრიგიდან, რა დღის წესრიგსაც მოგვიტანს ხელოვნური ინტელექტი და ჩვენ მე ამას ვიძახი ყო ნებისმიერ გადაცემაში, რომ ადამიანებმა უნდა შევძლოთ ჩვენ თავზე მაღლა დავდგეთ და ყოველდღიურად ვეცადოთ განვითარებას, სრულყოფას ამ მიმართულებით. არ არის აუცილებელი ჩვენ მანქანური სწავლების ან ღრმა სწავლების ან ძალიან სიღრმეებში წავიდეთ და დიდი ენობრივი მოდელების რაღაც პროფესიონალები გავხდეთ, თუმცა არც უმაგისობაა და ხელოვნური ინტელექტი მოიტანს კიდევ ახალ პროფესიებს, ახალ გამოწვევებს და ჩვენ ამ გამოწვევებისთვისაც მზად უნდა ვიყოთ. ამიტომ გააჩნია ჩვენ რა მიმართულებით გვჭირდება ხელოვნური ინტელექტი და შეგვიძლია ამ თემაზე, რა ვიცი, დაუსრულებლად კვირების და თვეების განმავლობაში ვისაუბროთ. ახლა კიდევ მაქვს კითხვა, რამდენად არის შესაძლებელი, რომ ადამიანის ასე რომ ვთქვათ, სხვადასხვა სამუშაოები და ისინი ჩაანაცვლოს. გასაგებია. რამდენად არის შესაძლებელი კი არა, უკვე შესაძლებელია. უბრალოდ ეხლა მასშტაბებზეა საუბარი აქ და რამდენ თვეში უკვე წლებზეც აღარ არის საუბარი, ალბათ სულ რამდენიმე თვეში დაიწყება ეს პროცესი ფართოდ. ეხლაც ანაცვლებენ ისინი ადამიანებს, თუ ავიღებთ AI აგენტებს, თუ ავიღებთ სხვადასხვა ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოებს, ისინი უკვე ძალიან კარგად ასრულებენ იმას, რასაც აქამდე განსაკუთრებით ისეთ სფეროებში, რასაც აქამდე ავტომატიზაცია სჭირდებოდა და ადამიანი ასრულებდა რაღაც რუტინულ სამუშაოებს. ეხლა ხელოვნური ინტელექტი ძალიან კარგად ითვისებს და ძალიან კარგად ასრულებს ამ დავალებებს. თან ეხლა ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ის არ იღლება, ბონუსებს არ ითხოვს, არ იძინებს, 24/7-ზე მუშაობს და შენს ადგილს დაიკავებენ სწორედ ის ადამიანები, ვისაც ამის გამოყენება შეიძლება. ხელოვნური ინტელექტი პირდაპირ გაგებით არ ჩაანაცვლებს ადამიანს, მაგრამ ჩაგანაცვლებენ ის ადამიანები, ვისაც ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ეცოდინება კარგად. ამიტომ დღეს თუ ვიღაცას გონია, რომ ეს არის მითი და ეს არ მოხდება და ჯერ კიდევ ცხოვრობთ რაღაც ისეთ სამყაროში, რომ ყველაფერი კარგად მიდის და ადამიანები სხვა კუთხით ხედავენ საფრთხეებს და სხვა კუთხით ხედავენ გამოწვევებს, აუცილებლად დადგება რამდენიმე თვეში ისეთი სიტუაცია, რომ ადამიანებს ნებისმიერ სფეროში, ნებისმიერ სამსახურში დასჭირდებათ ხელოვნური ინტელექტის რაღაც გარკვეულ დონეზე ცოდნა, გაგება იმისათვის, რომ თავის სფეროში, თავის პროფესიაში ის იყოს კონკურენტუნარიანი, რადგან ხელოვნური ინტელექტის გარეშე უბრალოდ ფიზიკურად ვერ შეძლებს ადამიანი, რაც არ უნდა ნიჭიერი იყოს, რაც არ უნდა ჭკვიანი იყოს, გაუმკლავდეს გამოწვევებს, გაუმკლავდეს ახალ დავალებებს, ახალ გამოწვევებს საკუთარ სამსახურში. აი მაგალითად ავიღოთ ადამიანი, რომელიც აქამდე მუშაობდა გაყიდვების გუნდში, ან მარკეტინგის გუნდში, ან რა ვიცი, ხშირად ამბობ ხოლმე სამედიცინო მიმართულებით მასწავლებლად, თუ არ აქვს მნიშვნელობა. ხელოვნური ინტელექტის 3-4 ხელსაწყოს გამოყენება შენ გაძლევს იმის უნარს, რომ ფაქტიურად
ჩათვალე რაღაცა 10 კაციანი გუნდი გეხმარება და ერთი ადამიანი კი აღარ ხარ, უკვე ხარ აი ადამიანი, რომელიც 10 ადამიანის უნარებით არის აღჭურვილი და ესენი გეხმარებიან დროის ამბავში, დროის მოგებაში, უფრო ზუსტ სტრუქტურირებაში, კარგად დაგეგმვაში, განხორციელებაში, შენს მაგივრად ასრულებენ სამუშაოებს და როდესაც ეს არა გაქვს, შეიძლება შენზე ბევრად უნიჭო ადამიანმა, გამოუცდელმა ადამიანმა, რომელსაც 3-4 თვე ხელოვნური ინტელექტის რაც კურსი აქვს გავლილი, რაც დონეზეა ხელოვნური ინტელექტზე უკვე მოსული, ეს ამ ადამიანმა შეძლოს და ჩაგანაცვლოს ძალიან მარტივად. რაც არ უნდა დიდი გამოცდილი იყო, იმიტომ რომ კომპიუტერს ვერ აჯობებ. და სისტემა მით უმეტეს ხელოვნურ ინტელექტს სისტემას ვერ აჯობებ. კიდევ ვიძახი, ის არ იღლება, არ ზინავს, არ ისვენებს და წამებს შეუძლია გააკეთოს ის, რასაც შენ უნდებოდი კვირების განმავლობაში. დიახ, და რა საფრთხეებს შეიძლება წავაწყდეთ კიდევ? მთავარი საფრთხე, რასაც მე უყურებ, ეს არის ავთენტურობა, განსაკუთრებით გენერაციული ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში, როდესაც აი მაგალითად ყალბი ვიდეოები, ყალბი ფოტოები შეიძლება გაკეთდეს, ეს გამოყენებული იქნას არა მხოლოდ რაღაცა ბოროტი ხუმრობისთვის, ან რაღაც ადამიანების დასაზიანებლად რაღაც სასაცილო ამბავში შეიძლება ეს გამოყენებული იქნას კიბერთაღლითობის მიმართულებით და ვიცით რომ ძალიან აქტიურად იყენებენ უკვე ჰაკერები და კიბერდამნაშავეები ამ მიმართულებით ხელოვნურ ინტელექტს და მე იმ დღეს თუ არ ვცდები ამაზე ვისაუბრე კიდეც ერთ-ერთ შეხვედრაზე, როდესაც იყო ესეთი შემთხვევა ჩინეთში ადამიანს გადაარიცხინეს 25 მილიონი დოლარი და 7 ამ ადამიანს 7 კაცი ჩაერთო, 1 წლის წინ იყო ეს შემთხვევა, 7 კაცი ჩაერთო ზუმის შეხვედრაზე და 7-ვე იყო ავატარი. 7-ვე იყო ავატარი, საკუთარი თანამშრომლების ავატარები იყო, ხმა, სახე და ფაქტიურად კიბერ, ანუ კლონირება გააკეთეს ამ ადამიანების, ამ კიბერდამნაშავეებმა და მოიპარეს აი ესე გადაარეცხინეს თანხა. აი მსგავსი დანაშაულებები, როდესაც ხმის კლონირება შეიძლება გააკეთოს შენი ახლობლის, დედა შენის, მამა შენის, შენი მშობლის, შენი რა ვიცი თანამშრომლის და აი მათი ხმით მოგთხოვონ გადარიცხვა უკვე აღარ არის ხო ეს ძალიან დაბალი დონის ვიღაც დამნაშავეები ითხოვენ უკვე რაღაც მეილებზე რომ მოგდის და გადადი და რაღაც აღმოაჩინოთ. ეხლა უკვე პირდაპირ დაგირეკავს, პირდაპირ დაგელაპარაკება ვიდეოზარით დაგირეკავს და ვიდეოთვალით დაგელაპარაკება და ძალიან ისეთი ამბავია რომ ავთენტურ აი ეს არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ხელოვნური ინტელექტის რომ ჩვენ შევძლოთ და ნუ არის ამისი პრევენციის ზომებიც, რადგან პრევენციის ზომებს ხმარობენ რომ წინასწარ პაროლი უნდა გქონდეს თუ სადმე მუშაობ იმ კონკრეტულ თანამშრომელთან წინასწარ რაღაც სიტყვა გქონდეს შემუშავებული რომ როგორ მოიქს რა სიტყვით გახსნათ ერთმანეთი რაც მარტო თქვენ გეცოდინებათ და დამნაშავეებს არ ეცოდინებათ და კიდევ არის რამდენიმე მეთოდი რითიც შეიძლება თავი დააღწიო, მაგრამ ყველას ხო არ შეუძლია თან ეს კიბერთაღლითობა ზოგადად ფიშინგი, ეს ახლა რაზეც მე ვსაუბრობ, ეს არის ეს მიმართულებას ქვია ვიშინგი, voice phishing და კიბერთაღლითობა ზოგადად ფიშინგის დაფუძნებულია ადამიანის ემოციურ მდგომარეობაზე, ისინი ადამიანს ურეკავენ ისეთ მდგომარეობაში, როდესაც ადამიანი დააყენებენ ზოგადად ფორს მაჟორში, აი თხოვენ სწრაფად დროზე, როცა ემოციურად არის და ემოციურად როდესაც ხარ არ ახარ მწყობრში რაღაც იმ მომენტში, ან თუ შიში გაქვს, ან რაღაცაზე ჩქარობ, ადამიანი უშვებს შეცდომებს და ესენი ადამიანურ სისუსტეებს იყენებენ. და ნუ ეგ არის. პირველი ეგ არის ხო ავთენტურობა, რაცაც ხელოვნური ინტელექტი მოიტანს საფრთხეები. მეორე არის ზოგადად ადამიანის პერსონალური ინფორმაცია, რაზეც მიდის ბევრი მსჯელობა, ბევრი კამათი, ბევრი საუბრები, რომ ჩვენი ინფორმაცია სად წავა, როგორ წავა, როდესაც ჩვენ ვესაუბრებით ამ დიდენობრივ მოდელებს და ChatGPT-ს, რა ვიცი, Grok-ს, Gemini-ს და ამ ინფორმაციას როგორ დაამუშავებენ და რას უზავენ, როგორ გამოიყენებენ
ეს დიდი კომპანიები ჩვენ ინფორმაციას და ამაზეც ძალიან ბევრი ნებათხილვაა. მეორე ამბავია კიდევ ეთიკური ჩარჩოები და რეგულაციები, რაზეც რამდენიმე კომპანია განსაკუთრებულად მუშაობს, მათ შორის Anthropic, Cloudis, რომელიც ამბობს, რომ რომელსაც პირდაპირ განცხადებული აქვს, რომ აი ჩვენთვის ჯერ ეთიკა და მერე განვითარება. თუმცა ამ ეთიკურ აქაც ისეთი ამბავია რა, რომ სასწორზე რომ დავდოთ და განვიხილოთ, რომ რა უფროსობია სწრაფად განვითარება თუ რეგულაციებში დავჭირთ და ნელა განვითარდება და ამიტომ ძნელია რომ განვითარებაზე უარი თქვა. მით უმეტეს იმ პერიოდში, როცა ის უკვე აქ არის და ვეღარ გაიქცევი რა. შეგვიძლია თუ არა ყალბი და რეალური ვიდეოების გარჩევა და როგორ? ხო, რაც შეეხება ყალბი ვიდეოების გარჩევა, ჯერჯერობით შეგვიძლია რაღაცების გარჩევა, მაგრამ ესაც გააჩნია ადამიანს. არიან ადამიანები კიდევ ვიძახი, 10 ადამიანიდან 5-იც რომ მოატყონ ჰაკერებმა, ესაც ძალიან დიდი წარმატებაა მათთვის, თუნდაც 10-დან 1 მოატყონდა. დღესდღეობით ადამიანების განვითარების დონე, ცნობიერების დონე იმ დონეზეა საქართველოშიც და მთელ მსოფლიოში ჯერ მარტო და საქართველოში განსაკუთრებით, რომ შეუძლიათ განსაკუთრებით მათ, ვინც ძალიან კარგად იცის ფსიქოლოგიური მანიპულაციის ხერხები, მით უმეტეს ფსიქოლოგიური მანიპულაციის ხერხებს თუ დაუმატებთ ამ ტექნიკურ უნარებს და ხელოვნურ ინტელექტს, ძალიან მარტივად შეიძლება რომ ადამიანები მოატყო, ადამიანები შეიყვანო შეცდომაში, აი ელემენტარულ რამეს ვიძახი, მე არ ვიძახი ლიფსიქს, ტუჩების კლონირებას, მეტყველების დროს ადამიანის სახის კლონირებას, voice wishing-ს და ასე შემდეგ. მე არ ვიძახი აქ რომ რაღაცა კიბერჯგუფი შედგეს და რაღაც სისტემა შექმნა და რაღაც შეიმუშაონ. ელემენტარული აი ავიღოთ ნოუთბუქელები, თქვენს გაიარეთ, როდესაც პოდკასტს აკეთებ რაღაც ტექსტის საფუძველზე და ამას აკეთებს ხელოვნური ინტელექტი. იმ დონეზეც კი, როდესაც ჯერ ქართული ენა ისე კარგად არ აქვს, Google-ს აღებული ისე მარტივად არ საუბრობს, როგორც ვთქვათ, ინგლისურს. აი, რა ვიცი, გავიდეთ ქუჩაში და 10-დან ალბათ 7 ადამიანი დაიჯერებს, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ესენი არიან ნამდვილი ადამიანები და ნამდვილი ადამიანები საუბრობენ. და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კრიმინალური დამნაშავეები, ანუ ეს კიბერდამნაშავეები იყენებენ იმ უნარებს და იმ ტექნიკებს, ამ შემთხვევაში განსაკუთრებულად მარტივია ადამიანების მოტყუება და ამ ვიდეოების გარჩევაზეც არსებობს რამდენიმე ტექნიკა, რამდენიმე თვითონ ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყო, სადაც შეიძლება რომ ვიდეოები ამოიცნო, ადამიანის ფსიქიკა ხო როგორია, რომ მაგალითად რაღაცას უყურებს და ხო არ წავა და ხო არ მოძებნის რაღაცა ხელსაწყოში ჩავაგდო და მოდი ვნახო და რაღაც ამას რამდენი გააკეთებს, 10-დან 1-იც არ გააკეთებს, შეიძლება 100-დან 1 ადამიანმა გააკეთოს და 2-მა დღევანდელი საქართველოს პირობებში და ამიტომ კიდევ ვიძახი იმ ფონზე, როდესაც არც ცნობიერების კამპანიები არ ტარდება საქართველოში, ხელოვნური ინტელექტის სტრატეგია არ გაგვაჩნია არანაირი განათლების კერები არც უნივერსიტეტებში არ არის და ეხლა ნელ-ნელა შემოდის კერძო ინიციატივებით, როგორც მაგალითად ჩვენ გავაკეთეთ და მსგავსი 2-3 პროექტია საქართველოში. ამ ფონზე განსაკუთრებით მარტივია ადამიანებით მანიპულირება აი ესეთი ცნობიერების ადამიანების, რომელსაც არაფერი არ უნახავს და არაფერი არ გაუგია ამ მიმართულებით. კი ბატონო, და როგორ განვითარდება AI სწავლის მხრივ და შეიძლება თუ არა იყოს ადამიანზე ჭკვიანი? რაც შეეხება AI-ის განვითარებას განათლების მიმართულებით და ადამიანზე ჭკვიანი, ხელოვნური ინტელექტი ადამიანზე ჭკვიანი არის ეხლაც. თუმცა ჩვენ რომ შევაფასოთ ადამიანს, როდის გაუტოლდება ხელოვნური ინტელექტი და რასაც ეძახიან ზოგადად AGI-ის ეპოქას, ზოგადი ხელოვნური ინტელექტის ეპოქას, აი კიდევ მარტივად რო დავშალოთ ახლა, დღეს ვიმყოფებით ვიწრო ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში. პირველ ნაბიჯზე ვართ ჯერ. მეორე ნაბიჯი არის ზოგადი ხელოვნური ინტელექტის ეპოქა და მესამე ნაბიჯი არის უკვე სუპერ ინტელექტის ეპოქა. სუპერ ხელოვნური ინტელექტი. აი მოკლედ
ეხლა ვართ ზღვარზე, როდესაც გადავდივართ ზოგადი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში. ზოგადი ხელოვნური ინტელექტი რას გულისხმობს? რამდენიმე კომპონენტს უნდა აკმაყოფილებდეს ზოგადი ხელოვნური ინტელექტი, რომ ვთქვათ, რომ უკვე ზოგადი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ვართ. ჯერჯერობით არა ვართ. ერთ-ერთი არის აი ეგ ზუსტად რაც შენ მკითხე, რომ ადამიანს მიემსგავსოს. ოღონდ ადამიანს იმაში კი არ მიემსგავსოს, რომ რამ ხელად ცოდნა აქვს და რა განვითარება აქვს, იმიტომ რომ დღესდღეობით არც ერთ ადამიანს არ ექნება ხელოვნურ ინტელექტზე მეტი ცოდნა. ხო, არც ერთ ადამიანს წამებში დაგიგენერირებს ნებისმიერ რამეს, რასაც ეთქვი. თუმცა აქ არის ზოგადი ხელოვნური ინტელექტი, სამ ამბავზე ეყრდნობა. ერთი არის ეს ადამიანის ტვინის იმიტაციის დასწავლას აკეთებენ, აღქმები, გრძნობები, ღირებულებები, მორალური ჩარჩოებში უნდა ჩდებოდეს და აი ამით უნდა მიემსგავსოს ადამიანს ემოციები და მას რა თქმა უნდა ეხლა ემოცია და სული და გული არ ექნება, მაგრამ მეტანაკლებად მიმსგავსებული იქნება ადამიანს. და აი უკვე ისე რომ მიემსგავსება ადამიანს, რომ ზუსტი ემოციები იქნება ადამიანის და კიდევ მეორე ამბავია კიდე მას ანუ რობოტებს, აი ჰუმანოიდ რობოტებს როგორც წორთნიან ახლა, ეგ არის გარემოსთან შემხებლობა სასწავლიან ისე, რომ იგრძნოს გარემო როგორც ადამიანმა. გრძნობები გაუჩნდეს, აი მაგალითად შეხების გრძნობა კონდეს, რაღაცის გრძნობა და ემოცია. აი ეგ ორი ფაქტორია ძირითადი, ხელოვნური ინტელექტის და ამ მიმართულებით როცა მივალთ უკვე იმ დონემდე, რომ აი ემოციური კავშირები გაუჩნდება და კიდევ ბევრი ფაქტორია, ზოგადი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში სანამ გადავალთ, აი მაშინ მივალთ უკვე მაშინ ვიტყვით, რომ აი უკვე ვართ ზოგადი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში. თორე დღესდღეობით რა თქმა უნდა ცოდნით ადამიანზე ჭკვიანია, ბევრ ადამიანს, რა ვიცი, ნებისმიერ ადამიანზე მეტი შეუძლია, ოღონდ მას არ გააჩნია ეს კომპონენტები, რაც ჩამოვთვალე. შეუძლია თუ არა AI-ს თავისით ისწავლოს ესე თვის საკითხი? თავისით რომ შეისწავლოს? კი ბატონო, შეუძლია, ოღონდ აი რაზეც ახლა ვლაპარაკობდი, აი ის იმით განსხვავდება ზოგადი ხელოვნური ინტელექტის ეპოქა ეხლანდელი ეპოქისგან, რომ შეუძლია ეს ყველაფერი თავისით გააკეთოს. თუმცა აი ახლა მაგალითად ავიღოთ ხელოვნური ინტელექტის აგენტები, ეს თქვენც გაიარეთ და აგენტები, რომელიც არის შენი ფაქტიურად პარტნიორი, ასისტენტი, თანამშრომელი და ასე შემდეგ, რითი განსხვავდება აგენტი დიდი ენობრივი მოდელისგან. აგენტს შეუძლია სწავლის შენ მისცე აგენტს აძლევ, ამას მაგალითად დიდენობრივ მოდელს შენ რაღაცა დავალებას აძლევ, პასუხობს. და მაგალითად ახლა ChatGPT-ს რაღაცას ეკითხები, პასუხობს, ხო? ის ხო ინტერპრეტაციას ხო არ უკეთებს არაფერს, რომ აი მოდი ესე ხო არ ჯობია, ესე ხო არ ჯობია. აგენტი რითი განსხვავდება ახლა ამისგან, ChatGPT-სგან. აგენტს აძლევ შენ ამოცანას და აგენტი თვითონ ეძებს გამოსავლის გზებს, როგორ მივიდეს მიზნამდე. და ამ მიზნის მიღწევის დროს შეიძლება მან ისწავლოს კიდეც რაღაცა, გაიგოს კიდეც და აგენტი იმით განსხვავდება დიდი ენობრივი მოდელებისგან, რომ მას შეუძლია სწავლა თვითონ და დამოუკიდებლად მოქმედება და ინტერპრეტირება ნებისმიერი რაღაცა დავალების დროს. და განსაკუთრებით რაც უფრო მეტი დრო გავა, რაც უფრო მიუახლოვდებით ზოგადი ხელოვნური ინტელექტის ეპოქას, მით უფრო აი ეს იქნება წეგან ჩამოვთვალე და გამომრჩა სამი კომპონენტი ჩამოვთვალე. ერთი არის როდესაც ზოგადი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში გადავდივართ, ერთი არის ეს ტვინის იმიტაცია, ადამიანის ტვინის იმიტაციის დასწავლა, მეორე ეს გრძნობელობა რობოტების რომ შეხებაზე აღქმა კონდეს გარესამყაროში და მესამე არის თვით დასწავლა. როდესაც უკვე აი ამას ეს კონვეიერებით ჩაეშვება და აქტიურ მუდმივობაში გადავა, ეს აი როგორ თქვა 1 და 2 კი არ იქნება მუდმივ აი
აი ამ ეტაპზე გადავალთ თავიდან ბოლომდე. ეს ვთქვათ, რომ არის ზოგადი ხელოვნური ინტელექტის ეპოქა და ძალიან საინტერესო ეპოქაც მოდის მათ შორის ბევრისთვის საშიში, რადგან არავინ არ იცის ის რას ისწავლის, როგორ ისწავლის, რას გააკეთებს იმ დასწავლის შემდეგ და როგორ გამოგვადგება. მაგრამ მეორეა, რომ სავარაუდოდ ძალიან საინტერესო ამბებს მოიტანს. ილონ მასკი სააქვს ესეთი დამოკიდებულება ამ ამბავთან, რომ თავიდანვე ისე უნდა გავწუთვნათ მოდელები, რომ ტყუილზე არ იყოს ეს დაფუძნებული და სიმართლე ასწავლოთ და რაღაცა ღირებულებები ჩამოუყალიბდეს სწორად, რომ მე რაღაცა ცუდი რაღაც გამოვლენები არ გქონდეს ამას, მაგრამ ეგ არის რაც არის და ალბათ ეგ პერიოდი მოვა სადღაც 5-10 წლის განმავლობაში, როცა ეს სამი კომპონენტი აქტიურად იქნება ურთიერთქმედებაში და ურთიერთკავშირში ერთმანეთთან და ამ სამ კომპონენტთან გამომდინარე ძალიან საინტერესო ეპოქაც გველის. დღევანდელი ჩვენი დიალოგი დასრულებულია და გეშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.